მას ორი ისტორია აქვს. მეორე გარდაცვალების შემდეგ იწყება. დღეს 14 წლიანი დევნილობის დასასრულია. ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. პირველი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სიცოცხლე დევნილობაში დაასრულა და საფლავი 4-ჯერ გამოიცვალა. დღეს დილიდან სვეტიცხოველში ხალხის რიგი იდგა. ცერემონიას იღებდნენ ტელევიზიებისთვის პროფესიონალური კამერებით და მოყვარულების საოჯახო არქივებისთვის. გამსახურდიას ცხედართან დღეს ერთად იდგა სამივე შვილი, შვილიშვილები მეუღლე. ტაძარში მოსულ ადამიანებს ოჯახიდან პირველი პრეზიდენტის სურათები მოჰქონდათ. სვეტიცხოველში მის მხარდამჭერთა მიტინგებზე დახვრეტილთა ოჯახის წევრებიც მოვიდნენ. მათთვის პირველი პრეზიდენტის სიყვარული პირად ტრაგედიად იქცა. ტაძრიდან ზვიად გამსახურდია 10 ნახევრისთვის გამოასვენეს. გრძელი პროცესია მცხეთაში გამსახურდიას ქუჩიდან იწყება. ხალხის რიგი 14 წლის წინ გამოგლოვილ პრეზიდენტს დღესაც თვალწრემლიანი მიაცილებს. მცხეთის ხიდთან გამსახურდიას ცხედარი სპეციალურ მანქანაში გადაასვენეს. პრეზიდენტის ქრიუმა თბილისამდე გზა სწორედ ამ მანქანით გააგრძელა. მე ამ მანქანაში ვживები. ხალხის ნაკადი არ იშლება. მათ სურთ ზვიად გამსახურდიას ბოლო გზა მცხეთიდან მთაწმინდამდე ფეხით გაიარო. 13 წლის ასე ვთქვათ, მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლე და მისი პირველი პრეზიდენტი ქართულ მიწას მიებაროს ახდა. სამფეროვანი დროშები, ძველი ეროვნული მოძრაობის დროინდელი სიმღერები, შეძახილები გულსაფნევები. ეპოქა ერთი დღით განმეორდა. მივიდეთ რესპუბლიკის მოედანთან, მე იქიდან წავასვენოთ ფეხით. აუცილებელი არ არის. ნელა დაიკავეთ, მაგრამ ეხლა ბევრი მხცოვანია, ცოტა ისეთ ასაკშია და არ შეიძლება 3 საათამდე ვერ გაივლი. პროცესია ორჯერ ჩერდება. ვარდების მოედანზე და პარლამენტის წინ. ეს ის შენობა, სადაც პრეზიდენტობის 6 თვე გაატარა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბუნკერში აფარა თავი და ბოლოს ემიგრაციაშიც აქედან წავიდა. ეს არის სახალხო რეფერენდუმი. აი ეს ყველაფერი რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, ეს არის რეფერენდუმი. ხალხმა 17 წლის შემდეგ მისცა შეფასება ყველაფერი იმას, რაც 91-92 წლებში ხდებოდა აქ. ქართველმა ერმა და საქართველომ სრულიად დამსახურებული და ლოგიკურად დიდი პატევი მიაგო და უნდა მიაგოს კიდევაც თავის პირველ პრეზიდენტს, ეროვნული მოძრაობის ლიდერს და საქართველოს განმათავისუფლებელი პრეზიდენტს. ყველაზე დიდი სიტყვა ქართულმა ხალხმა თქვა, სახეზე არის ძალიან ხმამაღალი სიტყვა ნათქვა. სიტყვა არ თქმულა, ეს მდუმარე მანიფესტაცია იყო, ხანდახან კაშით და ნაცნობის შეძახილებით დარღვეული. მოქმედი პრეზიდენტი პირველის ცხედართან რამდენიმე წუთში გამოვიდა. უსიტყვო სამძიმარი მხოლოდ საქართველოს ჰიმნის თანხლებით. ცერემონია იყო დაგეგმილი, მაგრამ ნაკლებად პომპეზური. არანაირი დელეგაციები, გლოვის დღე და გამოსამშვიდობებელი სიტყვები. ის დაკრძალეს უფრო როგორც ეროვნული გმირი და არა როგორც პრეზიდენტი. პარლამენტიდან ექს-პრეზიდენტის ცხედარი ხელით აასვენეს მთაწმინდაზე. მიწა სოფელ ძველი აბაშიდან, იქ სადაც კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა. გროზნოდან, იქ სადაც 13 წელი განისვენებდა და საქართველოს 67 ეკლესიის ეზოდან. ხარული ვარო 13 წლის მერე მშობლიურ მიწას მივაბარეთ. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს პირველ პრეზიდენტს და გარკვეული მწუხარებაც არის, რა თქმა უნდა, ძველი ტკივილები გააღვიძე, მაგრამ ასევეა სიხარულიც. მამა დავითის ზარები 12-ჯერ დაირეკა. პანაშვიდი პატრიარქმა და მამა ბასილიმ გადაიხადეს. საქართველოს პრეზიდენტი არის 42-მერვე, რომელიც მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალა.
იგი გუშინ 68 წლის შესრულდებოდა. ეს ალბათ ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იყო 14 წლის შემდეგ.